ჩვენი რესპონდენტები გვიყვებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, სწორედ მას შემდეგ, რაც ისინი დარბევებში მოყვნენ. ერთ-ერთი არის ქეთი პაპუნაშვილი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ყვება, რომ მხედველობაზე პრობლემა შეექმნა, სწორედ მას შემდეგ, რაც დარბევებში მოხვდა და სხვადასხვა საშუალებები გამოიყენეს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მომიტინგეების დასარბევად მას მხედველობის პრობლემა შეექმნა, მხედველობა დაუქვეითდა, თუმცა ექიმებს უჭირთ ზუსტი დიაგნოზის დასმა, შესაბამისად რთულია მკურნალობა. მდგომარეობა იქამდე დამძიმდა, რომ სამი სამსახური დაკარგა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და ახლა ის ხელჯოხით გადაადგილდება, რადგან საკმაოდ დაქვეითებულია მისი მხედველობის პროცენტული მაჩვენებელი. კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი არის, ვისაც მსგავსი პრობლემები შეექმნა, გარდა იმისა, რომ სასუნთ გზებზე ჰქონდა პრობლემა, მთავარი გრძელვადიანი პრობლემა იყო მხედველობის დაქვეითება. მის შემთხვევაშიც ექიმებს უჭირთ ზუსტი დიაგნოზის დასმა და გარკვევა რამ გამოიწვია პირდაპირ მათთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. იანვრიდან დამეწყო ეს პრობლემები. მცირე დიპლოპია მქონდა, ანუ გაორება მქონდა მცირე. მე როცა ამან მოიმატა, მივმართე ცხადია ჩემს ოფთალმოლოგს და ოფთალმოლოგმა მითხრა, რომ ეს არ არის თვალის პრობლემა და ეს არის ნევროლოგიური პრობლემა. მივედი ნევროლოგთან, რომელმაც დამინიშნა კვლევები და ანალიზები. დამნიშნა ასევე მკურნალობაც, რომელიც აღმოჩნდა უშედეგო. შემდეგ უკვე ვიყავი სხვა ნევროლოგთან, რომელმაც ნახა წინა ექიმის დანიშნული კვლევები და მითხრა, რომ სიმპტომებთან შესაბამისობაში არის ეს დანიშნულება, მაგრამ რატომღაც ჩემზე არ იმოქმედა. ნევროლოგიურმა პრობლემებმა გამოიწვია ჩემი მხედველობის იმდენად გაუარესება, რომ პრაქტიკულად დამოუკიდებლობა მაქვს დაკარგული და თვეზე ცოტა მეტია ესე ჯოხით გადავადგილდებ. ჩემი სამყაროს აღქმა არის იმდენად შეცვლილი, რომ ცხოვრების წესი შემეცვალა. თვალები ისე ძალიან მეწოდა, რომ მეგონა რომ ამომიწვეს თვალები. გონზე მე მოვედი, როდესაც ვიყავით უკვე ორბელიანის მოედანზე, იქ ადამიანებს ხელის მტევნები ჰქონდათ დამწვარი. განგრძობითი აღმოჩნდა ჩემთვის მკურნალობის ეტაპი, უშუალოდ თვალთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანისთვის თვალის ჩინი. დეკემბრის მერე ორჯერ მაქვს უკვე მიმართული ექიმისთვის და და ყბის ნაწილი მქონდა ხრძილების ანთებითი პროცესი და სისხლდენა. ამას უკავშირებდი თავის ტკივილს, რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში გაგრძელდა და ვერ ვაღწევდი კონდიციას, როცა სრულად კარგად ვიქნებოდი. მე მინდა ვიცოდე რითი მომწამლეს იმ მომენტში, ეს რომ არ იყო ჩვეულებრივი წყალი, რომელიც დაგვესწორებდა და გავარდებოდ, ეს ზუსტად ვიცი. მინდა ვიცოდე რა იყო ის ნივთიერება, რითიც ადამიანებს გვისწორდებოდნენ იმ რთულ დღეებში. მომიტინგეები ეჭობენ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები არაპროპორციულად ქიმიურ ნივთიერებებს არა მხოლოდ ნოემბერსა და დეკემბერში, არამედ წინა აქციების დროსაც იყენებდნენ. ერთ-ერთი არის მარიამ გელოვანი, რომელიც ეჭვობს, რომ სწორედ ქიმიური საშუალებების გამოყენების გამო მისი მხედველობის მდგომარეობაც გაუარესდა და ის მონაწილეობდა გაზაფხულის აქციებში 2023 წელს, როდესაც ეგრეთ წოდებული რუსული კანონი პირველად დაინიცირდა და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ამის შემდეგ ასევე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მომიტინგეების წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალებები გამოიყენეს და გელოვანი ამბობს, რომ მას სწორედ ამ აქციებს შეაცადა დარბევებში მონაწილეობის გამო მხედველობის პრობლემა შეექმნა. ერთ თვალზე თითქმის სრულად დაკარგა მხედველობა, მეორეზე კი 40%-მდე დაუქვეითდა. რაც თვალებში შემასხეს, ეს გაზი, ეს ყველაფერი ისე მოქმედებდა, ვერ ვსუნთქავდი. არც სუნთქვა შემეძლო. ეს მხედველობაზე იმ წუთიდან შემექმნა პრობლემა. თვალს ვეღარ ვახელდი. გამოვიძახეთ სასწრაფო წამიყვანა და მითხრა, რომ 70%-იანი დამწრობა გაქო, ნაკაწრები გაქო თვალში. ისეთი ტკივილი, ისეთი წვა და გულის რევაც კი მქონდა. ოპერაცია რო გავიკეთე, სილიკონი ჩამისვეს თვალში. თან მითხრეს, ანუ საქართველოში რაც მითხრეს, იყო რომ ამ თვალს არაფერი არ ეშველება. ანუ მხედველობა არ გექნება და შეეგუა. მხედველობა საერთოდ არ მაქვს. ხო ხვდებით, აი ხელის ოდნავ მოძრაობას ვხედავ. და მარჯვენა თვალსაც რაც შეეხება 40%-მდე არის მარჯვენა თვალში მხედველობა. ეხა როგორც ვიცი, ამ თვალზე ოპერაცია ისე უმჭირდება. ასეთი დაზიანება შეგნებულად ადამიანს მიაყენო. ანუ მე ვერ ხვდები მიზანი რა იყო, ანუ ადამიანს ღუპავ. მე მაგათგან განწირული და დაღუპული ვარ.
რა ნივთიერებებს იყენებდნენ მოქალაქეების დასაშლელად მომიტინგეებს ამ კითხვაზე პასუხის მიღება უნდათ და ამისთვის ანონსებენ და აპირებენ სამართლებრივი დევნის დაწყებასაც.